ამხანაგებო ვის გსურთ კიდევ აზრის გამოთქმა? მე მაქვს სათქმელი, თუ შეიძლება. ბრძანეთ. ამხანაგებო ჩვენ დღეს საკვესწრება ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელი, ამიტომ მე არ შემიძლია როგორც კომუნისტმა გულწრფელად არ ვილაპარაკო. ჩვენ დღეს რა თქმა უნდა გავრიცხავთ წოლაძეს კომუნისტური პარტიის რიგებიდან, რაც გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო მას ძლიერი მფარველი და პროტეჟე რომ არ ხოვოდა ჩვენი რედაქტორის სახით. რამიშვილმა თვითონ მოიყვანა რედაქციაში წოლაძე ყოველგვარი გამსახურების გარეშე. როგორც მისი მეგობარი მფარველობდა მას უკანასკნელ დღემდე და თუ ატყობთ, ახლავთ. მე თავიდანვე დამაცხადე ზემდგომ ორგანოებში და შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ წოლაძე მეკრთამი. ამიტომ მე თავიდან ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ამხანაგებო ვის გაფრთხილდა სიტყვა? მე ვიტყვი თუ შეიძლება. ბრძანეთ. ამხანაგო რამიშვილო აქამდე რატომ არ შემოხვედით პარტიაში? არ უღებულობდნენ ბატონო. რატომ? მშობლები მიყავდა რეპრესირებული. კონკავშირში როგორ გამიგიღეს? დაუმალე მშობლების ამბავი. კი, მაგრამ არავინ იცოდა ვინ იყავით? იცოდა. სკოლის კომკავშირის მდივანმა. და არ გაგამხილათ? დიახ. რატომ? მეგობარი იყო ჩემი. მშობლების გამო რამე წყენა ხომ არ გქონდათ პარტიის მიმართ? ჰქონდა. შემდეგ გაგიარათ ამ წყენა? გამიარა, მაგრამ შემდეგ კვლავ გამიჩნდა ეს გრძნობა. როდის? რეაბილიტაციის შემდეგ სიხარულის ნაცვლად წყენა გამიჩნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე სულ ტყუილ უბრალოდ არაფრის გულისათვის გადავიტანეთ ამდენი უბედურება. ეხლა სად არიან თქვენი მშობლები? აღარ არიან. და თქვენ ეხლა ასეთი გრძნობით შედიხართ პარტიაში? ადამიანებმა რომლებმაც მეტკივილი მომაყენეს, უკვე აგეს პასუხი და თითქმის აღარ არიან. ახლა მთავრობის სათავეში ჩემი თავობის ხალხი მოდის. მე არა მაქვს შურის ძიების უფლება. უფრო მეტიც, მე მათ უნდა დავეხმარო თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს. მით უმეტეს, რომ მე მჯერა მათი საქმის და ეს საქმე მე ჩემს საქმედ მიმაჩნია. ამხანაგებო, მართალია ის, რომ შოთა წულაძე ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად გავატარეთ ახალგაზრდობის წლები უნივერსიტეტში ვერაზე ვაკეში. იშვიათად მოიძებნება ცხოვრებაში ისეთ გადიოსანი ადამიანი, როგორც შოთა წულაძე იყო.
ახალგაზრდობაში მეგობრებმა მასადმეც სახელად ალალო შევარქვით. ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რომ შოთას შეეძლო ის ჩაედინა, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ. მისი საქციელი მე ფსიქიურ ანომალიად მიმაჩნია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობას ვერ იდებოდე, პირიქით. მე ვგრძნობ ჩემ დანაშაულს. სწორად გვაქვს ჩემმა მოადგილემ. მთელი პასუხისმგებლობა მე უნდა დამეკისროს. და მე კის ჩვენი სახელი პატივცემულო. ბაჩანა ბატონო. ბაჩანა რამიშვილი. აცალე. იცინებს. ერია. დაიწია. ამბობენ წერალიაო. ეხლა ეს რო აქედან გამოძრეს. შენ გმერთს ვიწამებაი.
თუ არსებობენ ასეთი ლამაზი ქალები? მეგონა ბაჩანარამიშვილი რამეს უფრო ორიგინალურ სიტყვებს. თუ კი მომცემ თქვენზე მოსვლის საშუალებას, აუცილებლად მოვიფიქრებ რამე ორიგინალურს. თქვენი სახელი? მარიამი. სად მიხართ, მარიამ? სახლში, ნახვამდის. მოიწმინეთ, გაგაცილეთ. არა. მარტო მინდა ვიარო. ბატონო ბაჩანა როგორ გწნობთ თავს? მადლობთ უგეთ. ძალიან კარგი. მაშინ გავიცნობთ ერთმანეთი. მეორთა ჯალის სამების ეკლესიის მოძღვარი მამა იორამ კანდელაკი გახლავართ. ეს ვაკელი მეჭღანი ავთანდილანუ ბულიკ გოგილაშვილი. სალამი. გამარჯობათ. ბულიკა რაღა არის? ბულიკა? ბულიკა. ბავშვობაში ბულკის მაგივრად ბულიკას ვამბობდი ხოლმე და ბიჭებმა ზედმეტ სახელად შემარქვეს. თქვენც ეგრე დამიძახით. თქვენზე ამბობენ წერალეო, მართალია? ხო, წერალი ვარ. იმ ფაქტორისგან მოგივიდეთ. არ ვიცი ხმერთმალი. აიცი რა. ცოტა სხვა რო ტყამდი ხოლმე, რა? ამბობენ წერლებს ძალიან მოყვართ. არა, რაღაც ბრძანებს. როგორ სულ არა? სულ როგორ არა, ხანახ. აი ეგრე. მეც არა ვთქი თუ არა სვამს როგორ აწერს მეთქი. მაინც რამდენს? 3-4-ს. ჩიკას. ბოთლს. ვაუ, ბოთლ? მაითა 5. აი ეგრე. არა. არ შეიძლება. მართალი არიან ექიმები. არ შეიძლება. მორჩა გათავდა. მე ერთი ნაცნობი მწერალი მყავდა. თვითონ ამბობდა რა პოეტი ვარო. სულ მთვრალი დადიოდა, მე კი ყვავილი დამჩხაოდა. ნუ სვან ბულიკა ნაპიტოკებს სიბერეში დაგიტოკებს. მართლა არ დამიტოვა ბასურ. მერე? გო. ლოხე. მე აქ ლაპარაკობ ამას გაზინები. ბატონო ბაჩანა. ეთქო ფანტაპონი მოერია იცინოს. რა გაიგინე. რა მალმალე მიდი მოდის ხოლმე კაცო. așa. აი შენო. გამარჯობათ. სალამ. თქვენზე ამბობენ რეჟიმს არ იცავს, დადის. მე? ახლა გითხარით. არ მისცეთ ადგომის უფლება მეთქი. საწოლზე ხო არ დაავაბავთ ბატონო ნოტარ. თუ საჭიროა უნდა დააბათ. სუზინავს 24 საათის ძინავს ბატონო. რასაც ერალდინმა ყველაზე კარგი შედეგი მოგცა. ტკივილები სუსტი. პერიოდულობა თუ ღვიძავს 9 საათში ერთხელ. გამარჯობათ. როგორ გონიათ გადავრჩი? აი, სწორედ ეკითხვა მინდოდა მომეცა თქვენთვის. თითქოს უგეთავარ.
მაშინ იმედი უნდა ვიქონიოთ. ხვალდღეს გვერდით პალატა თავისუფლდება, თუ გინდათ გადაგემოთ. აქ მირჩევდი. თქვენი ნება. როგორ გძნობ თავს, ბატონო იორამ? 20 წყალობით უკეთ. კათოლიკოსმა დამირეკა დღეს, თქვენი ჯანმრთელობა იკითხა. რა გადავცა? შენი ლოცვი და კურთხევით არ ღებულობს თუ მაცხოვარი ასე გადაეცით. ესე იგი ჩვენ აქ არაფერს შუაში ვარ? თქვენ ექიმებს ჯოჯოხეთის გარი გაბარიათ. კათოლიკოსებს 60-ისა ბატონო პროფესორი. არა მამა. საიქიოს ერთი კარები აქვს და სწორედ ის კარები გვაბარია ჩვენ, ექიმებს. ჩვენი საქმეა დროზე ადრე არ გაგიღოთ ის კარები. რაც შეეხება ჯოჯოხეთსა და 60-ს, ეს უკვე ქვეყანმყოფლებებია და სად გაგამწესებს მაცხოვარი ეს ხვივის საქმეა რა. გოგილაშილო. ლახუნა, რომელი ხარ? ლონგაცა ვარ, ლონგაცა. მომბრძანდით, ლონგაც ბატონო, მომბრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. ნამეტან იშვიათ სანახავი გახდი ლონგაც ბატონო. ლახუნა, შემოგლახუნა. სახი მართლა არ გამოდივარ ახლა. ბატაი, საქმე მაქვს შენთან და იმისა შეგაწუხე. ჩანეთ ბატონო, სახში მომბრძანეთ. არა, ბატონო, აგერ ვიტყვი. აგერ ბრძანეთ ბატონო. ბაჩანა, უცადება თანავე ბაბუა შენ. მომბრძანეთ ბატონო, აგერ მომბრძანეთ. აი მაღანა, შვილი-შვილია ჩემი. ეს ერთი დამჭა ქვეყანაზე. გეხმეტენ, შემოგლახუნა. წეიყვანი ამ ზაფხულს, თაში, წყემსად. პატარა ჯერ ვერ გაუძლებს ცხისა და უშვებელის დევნას. დიდი ხათრი მაქვს შენ ლონგაც ბატონო, მაგრამ ვერ ვიზამ აქ საქმეს. თვითონ იცი რა ძნელი სამუშაოა მთაში. კი მაგრამ რა გაგიჭირდა ამისთან რომ მთაში უშვებ აღანას, მიჭირს ლახუნა, მიჭირს ბატონო. ძლექი ჭირს ბიჭს. ევგენია ქიმა თქვა. ამ ზაფხულს მთაში თუ არ წაიყვანე, კარაქი და თაფლი თუ არ მიახმარე, დაიღუპებაო, მე კი ვხედავ რა ფერ ვარ მოფამფალებული. კარაქი და თაფლი კი არა, ჭადი არ მაქვს სამყოფი. შენ ერთი მყავ ხარ ქვეყანაზე. გადამიჩინე აი ბაღანა და მესტი გადაგიხდი სამაგიერს. კარდიოლოგიური სალამი. საქართველოს კარდიოგრამას ჩვენ ზენიჩკას გაუმარჯოს. არ ვარგა. გაუმარჯოს. გადაბრუნდი. თანაც ჩავიხადოთ. გადაბრუნდით. გადაბრუნდით. აბა გადაბრუნდით. ახ, დედას თქვენ სასხოვებო. ქალბატონო ჟენი, აუცილებელია ყუნწამდე ჩაყვანა. ნაბატიერ ბატონო იორამ ხელი გამეკცა. რაღაც ჩემზე გაგირბეს დალოცვილო, ცოტა ამ პალატაში უღმერთო. რა სიზამ მამაო, მოთმინებით და შენითაო. ჯერ ნემსი მაჩვენე და მერე. აჰა ნემსი.
ხალხო ეს თუ ნემსია მაშ სადგისი რა არის? მომკლა რა ყოველ დღე შენთან ვაჭრობამ. გადაბრუნდი ახლა? აღარგია გადაბრუნდი. თუ ბიჭი ხარ შენ გადაბრუნდი და მე დაგარჭობ მაგ სადგის. გადაბრუნდი. სულო გუზი არ გასკნე. თვალს არ დავახამხნებ. გადაბრუნდი. მიდი. მამაო. Ничего. აბა ბაჩანა, გამოდი ბიჭო, გამოდი შილო. აბა. მოსაჯანე. არ მინდა გლახუნებიძია რა. არ მინდა. გახსო, სასაამდრო, სინათორნ გაგდიოდა ყურებში. კარაკლა და თაფნაკლა ეს, ახლა რო ხარ ტახილით. აბა, ის შეჯანე. მიდი ბიჭო მე ხარე. არ დააფეთო შილო. გლახუნებიძია თავმჯდომარე მოდის. Galart Gimazzo, Gambino Ucenia, anche Gazzuca. Certo, la mochido di AK. Rana, what gatsofta mag shovel zag. Vizia la baragi. Vizia da manucharaki კვაძეზე. სულებში ორი უასაკობავში გაუბახებიან. ერთის დედა გაგიზარს საცხარი. ერთი კვირის თავზე მანუჩარა გათახსირებულმა ენა მოჭრა ბონდოიას ქიფურიშვილს. შენ დამასმენდიო. სოფლიანი მგელივით მოსარიდებელი და საშიშია ახლა მაგი. თქვენს ფრთხილად უნდა იყოთ. გავიგი აქ დაწოციალობს ამ მიდამოებში. კაცო, შეფცხილე მარდა რას მიშველის? აბა, იარაღი არ მაქვს არაფერი. დავიდა მაგ მოუძერი მე. ხო. ჩვენ იარაღი გიაყობა. არა, მაგას გავიფიქრი, კაცო და გადაწყვიტე და ამიტომ მაგ მოუძერი, კაცო, თქვენ თოფის გიაყობა. დაბა? გადაწყვიტე. კიდე გიტყვე, მარა რომ ჩამოხვალ უნდა დავიბრუნო. დავიბრუნებ კაცობა. ბაჩანა. წაიღე შვილო და ჩააგდე ხვირძიში. ვისი ეს ბაღანა ვერ ვიცი. აი ბაღანა ლომკაც რამიშვილის ბადიშია. აი ერთი. ესაა ჭმექი რომ ჭიდა. ეგ არის, ხონტა მოვაკერეთ ფეხზე. აი კაცი ხარ შენ, აი კაცი. ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს. აბა წავედით ახლა. აჩ ცენო. თუ გამაჩნდეს სანმე ის შობეძაღლი შეგვატყობი ეცოდე. ბატონო იორა. ქრისტე თუ გინახავთ სიზმარში. ღმერთის დასიზმრება არ არსებობს ბატონო ბაჩანა. ღმერთის ხილვა იგივე გამოცხადება. ისე ცხადება ან რჩევს, ან იმას ვისი მოგცევად სურს. მე ასეთი ბედნიერება არ მგრძებია. მაშინ მე და თქვენ პროფესიების გაცვლა მოგვიწევს. რა შეასახმე? ერთი საათის წინ გამომეცხადა. ვინ? მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. მკვდრეთით აღმადგინა. ხომართო ჩემო, უფალო ჩემო. არიწამე. კი, სიზმარში კი ჩავუვარდი მუხლებში, მაგრამ თვალი რომ გავახილე და ისევ თქვენ და ბულიკა დაგინახეთ, ცოტა ეჭვმა შემიპყრო. ცოდვილო მკვდარი დაგაბრუნა, ამაზე მეტი რაღა გინდა? მიზანი ვერ გავიგე ჩემი გაცოცხლებისა, მამაო, მიზანი. დრო? რა დრო? დრო, ჟამი რომ გაგიგრძელა არსებობისა. განა სულ ერთი არ არის, მამაო, როდის მოგკვდები, რა გემონდა მოგკვდე. არ არის სულ ერთი. არც შენთვის და არც იმისთვის, ვისი სიცოცხლეც შენზეა დამოკიდებული. დრო არის ღვთის დიდი მადლი.
თქვენ კომუნისტებს ღმერთი არ გწამთ. ამიტომ არ ეცით დროის ფასი. თუ მართლად რო არის ღმერთი, მაგას ჩვენც ვაღიარებთ კომუნისტები, მამაო. სხვადასხვა სიტყვასაც ვაფასებთ, საქმესაც და დროსაც. არანაკლებად ვიდრე ეკლესია. ტყუილია ეგ. იმდენი მედღე მეხვალია თქვენ რომ ყავთ ადამის მოდგმას არ მოსწრებთ. მედღე მეხვალია თქვენ რომ ყავთ, მამაო, მაგდენი ვის მოსწრებია. თვითკაც კი ცხონებას ხალხს სიკვდილის შემდეგ პირდება. ბატონო ბაჩანა, ცხონება სული საზრდოა უწონელი და მის მოპოვებას მთელი სიცოცხლე ჭირდება. კაცის მოპოვებას ღვთისმსხალობას ეძახით. ზომაზე მეტყს ვერ ვსწავს ადამიანებს თქვენი რელიგია. სულის წაწმედაა თქვენი სიტყვები, ბატონო ბაჩანა. ჩვენი რელიგიის ძირითადი კანონია გასცე და რა მიიღო, ემსახურო და რა იბატონო. ეს ყველაფერი ლამაზ სიტყვებია, ბატონო იორამ. სიბნელე, რელიგიური სიბეცე, ინკვიზიცია, ჯვაროსნული ომები და ეს ყველაფერი მაცხოვრის სახელით. დიახ, ამას აკეთებდა ურწმუნო ქრისტეს სახელით. მორწმუნეს ამის ჩადენა არ შეეძლო. რადგან ღმერთი არის სიყვარული და არსად არ თხოვლობს იმას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ისე კი, ბატონო ბაჩანა, ზოგიერთ პერიოდს ნუ შევახსენებთ ერთმანეთს. დიახ, ნუ შევახსენებთ. რამდენი წლის არის, ბატონო იორამ, თქვენი რელიგია? 2000-ის. ჩვენი რელიგია, ბატონო იორამ, ჯერ 100 წლისაც არ არის. აი 2000-ის რომ გავხდებით, მაშინ ნახოთ ვინ უფრო მაღლა იქნება. ხალხთან რომელსაც არაფერი სწამთ, ძნელია გამათი. გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ, ბატონო? პირიქით. მეგისმენთ, ბატონო. უგაცრავად ვერ გაგიგეთ. მე ბეწვეულის საწარმოო კომბინატის მმართველი სანდრო მაღლაფერიძე გახლავართ. გაგონილი გექნება თქვენ ჩემი სახელი და კვარი. დიახ, გაგონილი მაქვს. რისთვის მოგბრძანდეთ? თქვენი გაზეთის ხვალინდელ ნომერში, ბატონო ბაჩანა, უნდა გამოქვეყნდეს ფელეტონი სათაურით. კატის ტყაოსანი. სადაც წერია, რომ თურმე მე მყავს საყვარელი, რომ მე ვარ ქურდი და ვითომ თაღლითი. მაგის დამწერს თქვენს ლიტმუშაკს. ამ კატის ტყაოსანის ჯღაბნის მაგივრად არ ერჩია, რომ რექტის ტყაოსანი წაეკითხა, სადაც შესანიშნავად აქვს ნათქვამი ჩვენს სულმნათ შოთა რუსთაველს, ხამს, მოყვარე, მოყვრისათვის, თავი ჭირს არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად ნახიდან. ანდა იქვე იგი წავა და სხვაბოვა თურფასა საბაგნაროსა. იგი წავა და სხვაბოვა. მოხსნას ხომ არ გვიბირებთ, ბატონო სანდრო? როგორ გეკადრებათ, ბატონო ბაჩანა? მე უბრალოდ მოვედი, რომ გამეფხილებინე. რომ იმ კაცს, რომელიც კურირებას უწევს ზემდგომ ორგანოებში ჩემს წარმოებას, ვაი თუ
არის სიამოვნოს თქვენ სხვაინდელ ნომერში გამოქვეყნებული ამ უნიჭო ფელეტონის წაკითხვა. თქვენ რა იცით, რა წერია ფელეტონში? ვიცი ბატონო ბაჩანა, ყველაფერი ვიცი. მოვედი რომ გაგაფრთხილოთ, ამოიღოთ ფელეტონი. თორემ თავი მოგეჭმება. გაუფრთხილდით თქვენს ახალგაზრდა ავტორიტეტს. ის კამი, რომელზედაც თქვენ ეხლა ზიხართ, არც ისე მძიმეა. თქვენ რომ გონიათ. მოსინჯული მაქვს, მე მაქვს კამის სიმძიმე. დღევანდელი ჩემი ვიზიტი თქვენ ასე ვთქვათ. ცოტა დამამცირებლადაც მიმაჩნია, ასეთ შემთხვევაში მე ჩემს ბუღალტერს ვაგზავნი ხოლმე რედაქტორებთან. თქვენ პირველი რედაქტორი ხართ, რომელთანაც მე ასე პატივისცემით მოვედი. ბედნიერი ვარ რომ პატივი დამდე. არ გინდათ ეს ირონიზირება ბატონო ბაჩანა. მე თქვენმა პატივისცემამ მომიყვანა აქტორებ. საერთოდ ეს ირონია ჩემი მოგონილია. ტყუილად კარგავთ დროს ბატონო სანდრო. ფელეტონი უნდა ამოიღოთ. არ გამოვა. ისეთი კაცი დაგირეკავთ, რომ გამოვა. მამა ღმერთმა რომ დარეკოს, არ გამოვა. ნომერი უკვე აწყობილია. იმის ამოღება სახელმწიფოს 50,000 მანეთი ზარალს მისცემს. რამდენი? 50,000 მანეთის ზარალს. მე დავფარავ მაგ ზარალს. მოემი ამბობს, რომ იმ 5 გრძნობის გარდა, რომელიც ჩვენ ადამიანებს გაგვაჩნია, არსებობს კიდევ მე-6 გრძნობა, რომლის გარეშეც სხვა დანარჩენის ფასი კაპიკია. მაინც რა? ფული ბატონო ბაჩანა. კიდევ ერთხელ გირჩევთ. ამოიღოთ ეს ფელეტონი. კარგი. ამოვიღებ. ეს უკვე სხვა ლაპარაკია, ასე არ აჯობებს? ვისთვის? თქვენთვისაც და ჩემთვისაც. ჩვენთვის შეიძლება, თქვენთვის არ ამგონია. რატომ? ახლა ვიაგიხსნით. ფელეტონი დაწერილია პრიმიტიულ პიროვნებაზე, ელემენტარულ ქურდზე. თქვენ კი როგორც გატყობთ საშიში მტერი ხართ. ამიტომ ხვალვე გამოვიძახე ფელეტონის ავტორს და ვურჩევ გადააკეთოს ფელეტონი, რომ მასში რაც შეიძლება რელიეფურად ჩანდეს თქვენი არსი. ახლა აბრძანდით. ადექით. თქვენ ჯერ გამოუცდელი ყვინჩილა ბრძანდებით, ბატონო ბაჩანა. ტყუილა ფიქრობთ, რომ ასე ადვილია ჩემი გაფუჭება. მე უფრო ღრმა ფესვები მაქვს, ვიდრე თქვენ გონიათ. გაეთრიეთ. რომ იცოდეთ, როგორ მეწოდებით, ბატონო ბაჩანა. როგორ ახარ აზი? ისე ვარ, როგორც მამალი ლომი. არ დაიხრჩო, ხელო. შენ ვიყავ. ისე ხოლამაზე ცოლი მყავს ბატონო ბაჩანა, ძალიან ლამაზი. სომხებს ერთი ლამაზი ქალი ყავდათ, ისიც მე დავითრიე გასო. ეს რა არის შენ საყვარელი? ნეტა ცეგენა გაგიხდებოდ. სვედაჯა. ბავშვები სად არიან? რატომ ამასთან არ მოვიდნენ? სად იქნებიან ართან დილჯა, ხომ იცით ხეშაბათია. ნესტან ინგლისურზეა, ტარიელი ფორტეპიანოზე. დამოიწურა. იცით რა გოგო მეზდება მამაოიორა. სომხურიც იცის, ქართული იცის თავისთავად. ინგლისურიც დადის. სკოლაში ფრანგულს ასწავლიან. თუდა ქურთულიც იცის. ჩვენი მეზოვის ფიზულას გოგო გვანცამ ასწავლა. მითხარი, რომელმა მინისტრმა ეს სამდენი უწყვეტა? ბულიკა. ეს გოგო. ბიჭი, აღდი პაგანინია. პაგანინი სკრიპკაზე უკრავდა ბულიკჯან. ჩვენი ბიჭი ფორტეპიანოზეა. კარგი რა შედა.
ხო იცი რომ პაგანი ნიზილი ხოება. კარგი, ხო. გაისათავლებს სკრიპტას შევიყვან. როგორ შენიტყვი აზიზისე იქნება? პროფესორმა მითხრა, ერთ კვირაში ფეხზე ავაყენებ და მეორე კვირაში სახლში გაგატანო. ოღონდ თუ დაგუჯერა და თუ თვითონაც ხელი შეგვიწყო. მამაცხოვლებს რა ხელი შეუწყო? ყველა გამოსყლაპა. ყველა ნემს ვიკეთებ. აი უყურე, ერთი ადგილი. ვაიმე. სახლშიაც ეგეთი უზრდელია ბატონო აპატია თქვენი ჭირება. შეტაჯან. ამათ არ იციან, თორე მე სიარული დიდი ხანია დავიწყე. ვაიმე, საერთოდ ხარ? მაჭი, ნახე. წავედი თუ არა? ხო, მე რა ვქნა გაც? მოდი აქ. მოიცა კაცო ხალხი ნუ გადა. ათი გეუბნები რა. მოდი. პარაშუ. ეს რა ქენი? მეიცე. ძერ სიმპათი. ალმოიდო სიცოცხლეს. შედაჯა. შენ ზომაზე მძიმე მეჩვენე. ჩემ აკოპნაში ყველაფერი გიესმაკია, ეგეთ რამები არ მეგონა. გაგიხმე შენეგენა. აბა. რა იყო? არა. არაფერი. კომედია დამთავრებულია. დედეკი. როგორ ახალ? Ничего. ბატონო ბაჩენა გაიღვიძეთ. რა მოგივიდეთ? ცუდი სიზმარი ხომ არ ნახეთ. მთელი ღამე მორგავთ. უცნაური სიზმარი ვნახე, მამაო. ისეთი სიზმარი კოპერნიკს შეშურდებოდა. ზეგარ დაიცვალა. რა ბრძანეთ? ზეგარ დაიცვალა. ზე? დაიცით ვინ იყო მის ჭირის უფალი? ვინ? მე. თქვენ და ბულიკა. ღვთიური სიზმარი გინახავთ, ბატონო ბაჩანა. ავთანდილ. ეცინოს, მამა. მაგას ცალკე მოუყვები. ავთანდილ, ბიჭო. რა მოხდა, მამა? სიზმარი აგიხდათ. ზეგარ დაიცვა. Ana sivine de magagat ve bazet aman
რაშუქ მაიმუნებო წაჟაგენეს ქარა მარგო დიდი ხანი არ გამოჩენილა ავად ხო არა ჩავიდეთ ნახოთ პერანგი დავტოვე გასაეცხოს იმასაც წამოვედი ღია გამოჯიბა მარგო ბაჩენა ფიცოდი რომ მოხვიდოდი რა იყო მარგო რა მოგივიდა რა ვიცი ასე თითქოს მუსელში ჩამფურებით მივლიან არც ღვინო მიმშველა არც არაყმა არ მიშველა აბა ერთი ნახე რამდენი რამდენია ბევრია მარგო ბევრი მაინც რამდენია ბევრია ой დედა მარგო ალო ექიმი ჩქარა საიდან მოიყვანო საიდანაც გინდა ბიჭებს დაუძახე ნუ გეშინია მარგო ნუ გეშინია ჩაბარე გამოწდები. ჩაბარე. ეხლა ცოლი უნდა შეირთო. რა ვაჭამ? ერთმანეთი შეჭრა. გამარჯვე. დიდი სიცხე. კარგია რომ მოხვედით.
ოღონ დაეგრემ წრიში ნუდგე ხარ თორემ ბანაშვიდი მგონია. ნუ გეშინია მარგო. აუ წავიდა ექიმს მოიყვანს. ბაჩანა, აბა ერთი ყუთი მომაწოდე. ბაჩანა, აი ეს ქვა ფირუზია. იცოდე, ობოლი ქალი უნდა შეირთო. თორე შენ სხვა ვერ გაგიგებს. მადლობა. ალალო. ალალო ექიმის მოსავალე წავიდა. აი ეს კიდე ალალოს გადაიცა. უთხარი ცოტა ეშმაგი ქალი შეირთოს. თორემ შიმშილი დაიხოცებია. გადავწ. აი ეს კიდე მე. ამას ვერას ვერ მოგწევთ. თელი მასო ქალობა ამაში გამიტარებია. ბაჩანა, აი ეს კიდე ბიჭებს დაურიგე. მოგდანდით. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობათ ქალბატონო. გამარჯობათ ბატონო ეგნატე. ჩემი სახელი საიდან იცით? თქვენი სახელი ვინ არის ეს ნახევარი საქართველოს საიქით დანაკრავთ დაბრუნებული. ცოტა ნაკლები. აბა გენაცვალე მითხარი რა გტკივათ? ჰევცი. აი სულ ცეცხლი მეკიდება. როდის დაგეწყო? გუშინ. რა გუშინ წინ. აბა საბანი გადიხადე. გიჩიკი ვარ, მაგრამ ცხენია ბატონო ეგრე. აქ ტკივა? დიახ. აქ? დიახ. აქ? დიახ, ისე მტკივა რომ სიცოცხლე აღარ მინდა. აქ ტელეფონი ვისა აქვს? დულაძეებს. ახლავე დარეკეთ სასტრაფოში. ახლავე აგაჩნდა. რაო ბატონო ეგნატე. არ გაინძრე, შენი განძრევა არ შეიძლება. მივდივარ ბატონო ეგნატე. აქამდე სად იყავი შედაღუცილო? სიკვდილი ჩემთვის ბაირამობაა ბატონო ეგნატე. Llevaba fuego lo de dejara lloraba con la vela itana remli macho tu deses khalime agar shekha ბიჭებო გოგირდის აბანოში არიაროთ ბიჭებო არიაროთ გოგირდის აბანოში დიდი მადლობა ბატონო ეგნატე რომ მობრძანდით და პატივი ეცით ამ უბედურს. ეს შემოვალეობა. მაგრამ მართლა რატომ იზაღდა გოგირდის აბანოში არიაროთო? ეს სევდიანი ისტორიაა ბატონო ეგნატე. თავის ქორწილის დროს მარგო თურმე გოგირდის აბანოში წასულა. იმ დღეს თბილისში დიდი წყალდიდობა ყოფილა. ბევრი ხალხი დაიღუპა გოგირდის აბანოში. მარგო გადაურჩენიათ, მაგრამ მთელი ერთი წელი ფსიქიატრიულ სამავთყოფოში დაყო. იმის ნაძირალა საქმე როს ერთხელაც არ მეუკითხავს. ასე ამბობენ. საწყალი ქალი. ბატონო ეგნატე ეშველება რამე? ძალიან რთული ამოცანა მომეცით მარიამ. მითხარით რა მოგიყვანათ ჩემთან? ანა მიხსენით ან მომკალეთ?
უმარტივეს ამოცანასთან გაგვთ საქმე, ბატონო ბაჩანა. მე ხოლმე მივლინებაში მივფრინავ. და უბრალოდ ასეთი ჩვეულება მაქვს, გაფრენის წინ ახლობელ ადამიანებს ვემშვიდობები ხოლმე. მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი? დიახ. რატომ? ეგ რომ ვიცოდე რაღა მიჭირს. ან მოჩვენება ხართ, ან სატანა. რასაც ახლა ვამბობ, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. უკვე ერთი წელია ვებრძვი თავს. პირველი სადღეგრძელო ჩემია. ბრძანეთ, ბატონო. მე დღეს იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ დაბადების დღე მოგილოცოთ. თქვენ რა იცით, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა? მე თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცი. მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ ყოველი დღე და ყოველი ღამე თქვენთან გავატარე. გამარჯობათ, ბატონო ბაჩანა. გამარჯობათ. გამარჯობათ, ქალბატონო. თუ ნებას მოვცემთ, ბატონო ბაჩანა, ცოტა ხნით შემოგიერთდებით. დაბრძანეთ, ბატონო. მადლობთ. ალბათ ვერ მიცანით არა, ბატონო ბაჩანა? იცანით. მაღლაფერიძე ბეწვეულის კომბინატიდან. გადასარევი მეხსიერება გქონიათ. თუ სასაყვედუროდ მოხვედით, ბატონო სანდრო, გთხოვთ დღევანდელ საღამოს ნუ ჩამემწარებ. როგორ გეკადრებათ, ბატონო ბაჩანა? პირიქით, მოვედი რომ მადლობა გითხრათ. მადლობა? დიახ, თქვენი გაზეთის მეშვეობით მეტად პოპულარული შევიქნებ. თელმა რესპუბლიკამ გაიგო ჩემი სახელი და გვარი. საინტერესო წარმოდგენა გქონიათ პოპულარობას. პოპულარობა, ბატონო ბაჩანა. პოპულარობამ დაბადა ჰეროსტატეს კომპლექსი ქვეყანაზე, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ეხლა კი მინდა გითხრათ, ბატონო ბაჩანა, რომ ვარაუდი არ გაგიმართლათ და თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული წერილი ჩემთვის სამედისწერო არ აღმოჩნდა. კაცი, რომელსაც თქვენ ფელეტონი რეაგირებისათვის გადაუგზავნეთ, დიდი პატრიოტი და მამულიშვილი აღმოჩნდა. რანაირად? თქვენი გაანგარიშებით გაზეთიდან ფელეტონი რომ ამოგეყოთ, სახელმწიფო 50,000 მანეთის ზარალს ნახავდა. მან კი ეს ზარალი 25,000 მანეთზე დაიყვანა. უმარტივესი ოპერაცია ჩაატარა. თქვენი ფელეტონი რეაგირების გარეშე დატოვა. თქვენ ამბობთ, რომ 25,000 მანეთი მან ქთა მიაიღო? რას ეძახით თქვენ ქთავს? ადამიანი რომ ადამიანს ხელს გაუხდის და სამსახურს გაუწევს იმას, განა რუსთაველის ზნეობრივი კოდექსებით არ ვხერხვალებთ დღესაც. აბა გაიხსენეთ, რა შეუგნება ავთანდილი ვინმე ვეზირს. 100,000 თუმანი შენ ქთამად მიითვალეო. ძალიან ნიჭიერი და საშიში გაიზბერა ბრძანდებით, ბატონო სანდრო. არ ველოდი თქვენგან ასეთ პასუხს, ბატონო ბაჩანა. მე მეგონა თქვენ ამ ხნის განმავლობაში გეზებიც ამოგივიდათ და კივილიც ისწავლეთ. თქვენ კი ისევ ძველებურად ყივით. არ იცით რას უშვებიან მამლებს, რომლებიც დროზე ადრე ყივიან. როგორ კადრულობთ, ბატონო ბაჩანა, ასეთ ნაძირავასთან ლაპარაკს? ნუ აყვებით, ბატონო ბაჩანა. დედაკაცის ვნებებს, მაკედონელმა როსკიპმა ქალებმა დააწვევინეს მეომრებს, მსოფლიოს ულამაზესი ქალაქი პერსეპოლიში. მარია!
ბატონო იორამ. სულ მინდოდა მეკითხა. რა იყო თქვენი ავადმყოფობის მიზეზი? ორთაჭალის სამების ეკლესიას ბატონო მარჯანა. ერთი უძვირფასესი განძი გააჩნდა. ვახტანგ გორგასალისთის მირანდუხტის ზურმუხტის თვლებით გაწყობილი ოქროს ჯვარი. პირველად ინფარქტი მაშინ მომევიდა, როცა ეკლესიის სეიფი გავხსენე და მირანდუხტისეული ოქროს ჯვრის ნაცვლად წითელი ფოლოგი დამხვდა. ჯვარი უკვალოდ გაქრა. ერთი ქარეწარი დიაკვანი ყავდა. როგორც ჩანს, მისი უწმინდური ხელი ერი ამ საქმეში. მეორე ინფარქტი ბატონო ბაჩანა ამ 2 თვის წინ დამემართა. სახელგანთქმულ ოჯახში მიმიწვია სული საცხონებლად. ინფარქტმა მიცვალებული სარეცელთან მისვლაც კი არ დამაცადა. გული სწორედ მაშინ გამიჩერდა, როცა კარი გამიღეს და დიასახლისის ყელზე დავინახე მირანდუხტისეული ოქროს ჯვარი. რა გვარის ოჯახში ნახეთ ის ჯვარი ბატონო იორამ? დამავიწყდა ბატონო ბაჩანა. იმ ოჯახის გვარიც და სამყოფელიც. ამერთი ადრე თუ გვიან თავად მოჰკითხავს ცოდვილს თავის მოსაკითხავს. დადექი შენვან. გლახუნა ქერკაძე. ხომ ხნავს ძალ აღმარც, ა? რა მაინც თქვენმა თავის დამარემ. ჩემს მოსაკლავად ამევიდნენ, ხომ? თუ ასეთი გულადები იყვნენ, რატომ დღეში არ შემოვიდნენ? მაგრამ იცოდნენ, რომ თავის დისკოებიანად შევტენიდი იმ ავტომატებს უკანალში. განწირული კაცი სიცილია, შენ რომ მიცინი ახლა, მანუჩარა კიკვაძე. მაგაზე ომი რომ დამთავრდება, აი მაშინ ვილაპარაკო. ომი რომ დამთავრდება, ზედაცემულო მანუჩარა. თუ მანამდე არ მოხადეს სული, ჩოხატაურშონ ყველაზე მაღალი წადარია, იმაზე ჩამოხიდე ფეხებით. მომკალი ბარემ, შეაჯი ვიღას გაგდებულო. ყველა ფიქრობ, გლახუნა ბატონო. ჯერე იღე გოდორი. გავსე ყველით, მეიკიდე ზურგზე და მიმიტანე ადგილზე. მანამდე იცოდე არ გეღირსება სიკვდილი. ვისებდი, მანუჩარა უთხეურო. თქვენ გებრძვით, თქვენ ბოლშევიკებს. 22 წელიწადია ბოგინობთ მამაჩემის ნასახლარზე და მამულში. გეხოთაწი, ჩვენი დრო მოვიდა. ვინ ახარ ბიჭო შენ? მე და გერმანია. მე სადა შენი გერმანია? მოა, გლახუნა, მოა. და იმ ხეზე, რომელზედაც მე მპირდებოდი ჩამოკიდებას, თქვენ ჩამოკიდებთ ყველას. წინ თქვენ რაიკომის მდივანს წაგიმჯვარებთ წითელი დროშით ხელში. რა? ადრექი ახლა და გამომკევი. და დათუ წამიღა მანუჩარა კიკვაძე თუ არა? ცოცხალი თალფია შენ არ სადარ წამოხვევი. თუ დაიჩოქე აბა გლახუნა და ილოცე. თუ იცი ლოცვა, მაინც ღვთისშვილი ხარ და ერთ ტარახიდან ვართ ამოზელილი. დაიჩოქე ჩქარა! ღმერთო, მაღალო. თუ მე და სხვა დაგი, მართლა ერთი ტარახიდან ვართ შეზერილი, წაიღე შენი ამოძელის ცოცხლე, არ მიღის ის ტარაფრას!
ადექი მაუნჩერე გიგვაძე. ვინ ხარ ბიჭო? ადექი მაუნჩერე გათახსირებულო. ვინ ხარ ბიჭო შენ და რისკის მკლო? გლახუნა ვარ მე ქერქაძე და ჩემი ხელი და უნდა მოგდა შენ. არ შეცდე ბიჭო. არ შეიძლება შენისთანა პატარა აღანაის ხელიდან კაცის სიკვდილი. არ მეზრო. ადექი როგორ გინდა მე კაცის კოლელის სახელით იცხოვრო და იარო ამ ქვეყანაზე. შენ როგორ ცხოვრობდა სუნთქა ამ ქვეყანაზე? ვინ გითხრა ბიძია რომ მე ცხოვრობდა სუნთქა? მოგდი მაუნჩერე გიგვაძე. ვინ ხარ ბიჭო შენ და ვინ გამოგზავნა ჩემთან სიკვდილად მითხარი მაინც? გლახუნა ვარ მე ქერქაძე. არქნა ბიჭო. კაცი მოკალი ბაბუა. კაცი მოკალი? გლახუნა ქერქაძის მკვლელი მოკალი. ჩარა გიგვაძე მოკალი. ბატონო ბაჩანა უმერთო ძლია რომ გადააფარე შენი ფარველი კალთა და გაუგრძელე დრო შენ თაღალებისა რამე თუ რაც უფრო მეტ ჟამს დაჰყობს იგი ამ ქვეყანაზე მეტ სათნოებასა და სიკეთეს დასთე შენს მიერ შექმნილ ქვეყნიერებაზე მე კი მტვერი შენი მუხმუდრიკელი გევედრები შეიწყნა რო იგი და თუ მაინც განწირული გავს განსაკითხავად მიიღე სული ჩემი და ხორცი ჩემი მისი სულისა და ხორცის სანაცვლოდ ზეო ამოდი მეფარები მთას ლამაზი ქალი დამსრალა მიუალერსე მას მიუალერსე უთხარი რომ სიყვარული კლავს თორემ ქალია იცოდე დავა გაყვება სხვას გამარჯობა ახალგაზრდებო გაგიმარჯოთ შორიდან დაგინახეთ. ახაურებს არა გვანდით. ვიფიქრე მივა, კითხავ იქნება რამე სჭირდებათ მე. გჭირდება, მას არ გჭირდება? რაში? ადამიანი გჭირდება ჩვენთან რომ მოვიდეს და პური გატეხოს. არა, იგი არ ვარგა. აი, გახედი, ფედოვზე სახსახედა. სადა ბატონო? აი, ბიჭო, ფედოვზე სახსახედა ხედა. კი ვხედავ. ჩემი სახლია. იქაში პურით და ხდება და მარილი. ეგ სხვა დროს იყოს, ახლა მობრძანით, ჩვენ დაგვეწვიეთ. ახან არისია. აქ მობრძანით. დაბრძანდით ბატონო. შეიძლება იყოს. ახი? მეცამარ, ჩემი ხმიად. დაილოსეთ ბატონო. არა, ჯერ არ ყითა. აბა. თურელია. აბა, ნახე შულო. დაილოცე. სიმძარე გვაშოროს, სიტყვა მოგცეს. თუთისა ადალოცილი.
კაია. მართლა კარგია. სიმწაერს მოგცეს ღმერთმა და სიტყვოცა, ოღონდაც გვარცოცხლოს. სიცოცხლეს არაფერი ჯობია შვილებო. აბა, ეთი შენს დაილოცე. დალი კარგი. ისეთი ლამაზი გაუჩენი ხარ შამქნელსა. სიტყვაც ლამაზი გექნება შვილო. ძიაკაცო, რამდენი წლისა ხარ? 70 ვარ. ხო და ერთი მაგდენი კიდე ვიცოცხლე. მადლობ შვილო, მადლობ. თქვენ ერთმანეთის რა ხართ შვილებო, ჰა? ჩვენ ძე გიორგი? ხო. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. აქ ჯვრის დასაწერად ამოვედით. მაგრამ გვდელი რომ არ არის, ჯვარს ვინ დაგწერს? ჯვრის წერას გვდელი რაც უნდა შვილებო. თუ ერთმანეთი გიყვართ, ჯვარს მე დაგწერთ. გვირგვინსაც მე დაგადგამთ და მიროსაც მე წაგაცხებთ. აბა, ადეთი შვილებო. ჩასიდეთ ხელი ერთმანეთს, ჩასიდეთ. შენი სახელი შვილო? ბაჩანა. შენი? მარია. კარგი სახელია, მარია. შვილო მარიამ და შვილო ბაჩანა. ის ცრიანი დილა იყოს თქვენი მირონი. ეს დიდი მაღალი მზე კიდე თქვენი გვირგვინი. ეფეფერი ეკლესია და ჩვენი დალოცვილი მიწა იყოს თქვენი სიყვარულის მოწმე. სიყვარული იყოს მუდამ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი. უღლის გაწევაში არ გეღალატოთ ერთმანეთისათვის. თქვენ გენაცვლე თქვენა. ამინ. რა თქვენ ჩემთვის გააკეთეთ, ბატონო ნოდარ, იმის გადახდა არ შეიძლება. ამიტომ თუ უფლებას მომცემთ, უბრალოდ მეყარებით როგორც ძმა და ძვირფასი ახლობელი. მადლობთ. თქვენი მადლობა კი ის იქნება, ბატონო ბაჩანა. თუ ჩემ რჩევას მიიღებთ და შეასრულებთ. გისმენთ, ბატონო. სიგარეტი არა. დიახ. ღამის თევა არა. ღვინო არა, ქალები არა. სიცოცხლე. მიოკარდის ინფარქტი, ბატონო ბაჩანა, მინუს ზემოთ ჩამოთვლილი მამოძაღლობები, უდრის სიცოცხლეს. როდემდე ექიმო? 2 წელი როგორც კანონი. შემდეგი 2 წელიწადი როგორც რჩევა. შემდეგი 2 წელიწადი ნებაყოფლობით. როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველამ უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში. იმიტომ რომ სწორი ანალიზი გავუკეთოს განვლილ გზას. არ მგონია, ბატონო ბაჩანა, რომ თქვენი ცხოვრება განმეორებით ანალიზს საჭიროებდეს. თქვენ ასე ფიქრობთ? ყოველ შემთხვევაში გარედან ასე შანს. ეს ორი თვე განსაცვიფრებელი აღმოჩენების დრო იყო. ისეთი რა აღმოაჩინეთ, ბატონო ბაჩანა? მარადისობის კანონი. რა ბრძანეთ? ხო, მარადისობის კანონი. რა კი კანონი აღმოგიჩენიათ, მას ალბათ თავისი ფორმულაც აქვს. დიახ, აქვს. ამ ფორმულის აზრი, ბატონო პროფესორო, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისდარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშვებოთ და ვეცადოთ როგორმე უხდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი,
სხვა მსხვისი და ასე დაუსაბამოთ. რამე თუ იმ მსხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავაღვლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.